მოგესალმებით, დავბრუნდი ახალი ვიდეოთი და დღეს უნდა ვნახოთ მძიმე დანაშაული მესამე სეზონის მეშვიდე სერია. ნელ-ნელა ვუახლოვდებით ფინალს, თუმცა რა ფინალს ჯერ შუაში ვართ. ხო, ისე ზუსტად შუაში ვართ მესამე სეზონის. მიჩეული ვარ ამ 8 სერიის სერიალებზე ფინალს ვამბობ. მოკლედ. წინა სერია იყო საუკეთესო მესამე სეზონში. სამწუხაროა ახლა ის რომ ტყუპები ვოლტიდან გადავიდნენ ჰენკზე, ვოლტს რო თავიდან ეს ეგ კარგია, მაგრამ აი ჰენკის ცოტა მოწონს ისედაც ისედაც ჰენკს თავისი გაჭირვებაც აქვს და ვიდეო დაემატნენ ის ტყუპები. ცოტა სამწუხაროა, იმიტომ რომ მინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად იმასთან სწრაფია მიიღოს, მაგრამ ანუ ვერ იზამს სწრაფად, იმიტომ რომ ვიცით ახლა რომ 5 სეზონიანი სერიალია და ბოლომდე გაწელავენ ამას, სადაც ჰენკი გაიგებს რომ ვოლტი ჰაისენბერგია, მაგრამ მაინც ანუ კარგი იქნებოდა. ფაქტია რა სხვათა შორის შეიძლება უფრო ადრე გააგებინა, მაგრამ მე რა მოხდება, ეგ არის საკითხი. მაინტერესებს ისე თუ გააკეთებენ როგორც სერიალების უმეტესობაში, რომ აი და ამ მესამე სეზონის ბოლოს ან მეოთხე სეზონში რომელიღაც სერიაში გაიგებენ რომ ვოლტი ჰაისენბერგია და ციხეში ჩასვამენ, მერე მაგას და ჯესის ორივეს, მერე ციხიდან გამოიქცევიან და მასეთ მონს თუ გააკეთებენ, მაგარი საინტერესო იქნება. იმიტომ რომ ძირითადად სერიალები, სადაც მთავარი გმირი ან კრიმინალი არის, ან ბრალს დებენ რომ რამე დანაშაულს დებენ ბრალს, ძირითადად ასეთ მთავარ გმირებს რომელიღაც სერიებში ციხეში უშვებენ ხოლმე და საინტერესოა. ყოველთვის არა სხვათა შორის, არა, ყოველთვის. მინდოდა მეთქვა ლაითია გამითქვა, მაგრამ გამახსენდა. ახლა ძიმე დანაშაული. რა ჯენდება? დღეს რაღაც მაქსიმალურად მოუმზადებელი ვარ. OBS-იც კი არ მქონია ჩართული. გაჭედვის დრო არა ახლა. Okay. Papelgegeta. 1 minute, ასე ქვია სერიას, ახის რეკლამები. როცა? 1 minute. საინტერესო სათაურია, მიგეკითხეთ. აი ბატონო. შევუდგეთ საქმეს. ძიმე დანაშაული. მესამე სეზონის მეშვიდე სერია. 3-2-1 დავიწყეთ. 3-2-1 დავიწყეთ. ალბათ გეზიზღებით ახლა. გახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ. ისო მექსიკაში ვართ. თუ ეს მოგონებებია? ეს ჩვენი ტყუპები არიან? ცოტა საბუძე. რატომ განიხილება ეს თემა ჯერ კიდევ? რა ხდება? არ მომწონს. ეს ჰექტორია? არ მაინტერესებს, ვის იცნობს. ჰექტორი ჯერ კიდევ სადაა? ჩვენი პროდუქტი უნდა ვანდოთ? ჩვენი პროდუქტი უნდა ვანდოთ? დიდი კაცი, თავარს არ დალი.
დიდი მზარეული უფრო უხდება. რა? არა, შესიერარო. აა, რასაც გასი. გააკეთებთ. კაცის მაგრამ კაცი. ჩემი აზრი იცით. და ეს ტყუპები. არასდროს ენდოთ სამხრეთ ამერიკელებს. ბინძური ხალხია. არასდროს ენდოთ სამხრეთ ამერიკელებს. კარგი. ჩემი სათამაშო გატეხა. ოი. ის უბრალოდ ერთობოდა. არა უშავს. ქალისთვის მაინც მიგეცეთ ბავშვის გახლოვანებას. არა, მეზიზღება, მინდა რომ მოკდო. ოუ, ეს თუ ახლა პატარა ნამიოკია და ბოლოში ერთი ტყუპის ცალი მეორეს მოკლავს, ძალიან მაგარი იქნება. გადაობის გარეშე ძალიან მაგარი იქნება ასეთი პატარა დეტალები, იმიტომ რომ Attack on Titan-ში ეგრე არის ხოლმე. მარკო. ლუდს მოუტან შენს ბებერ ბიძას. არა, ცივი მინდა. ბებერ ბიძასა, ეს ბიძა. ვაუ! ეს გინდოდა? რომ შენი ძმა მომკვდარიყო, ხო? არა. აჰა. უფრო მეტად უნდა ეცადო. თუ გადარჩენა გინდა. რამდენი დრო დაგჭა შენი აზრით? ვერტო ჩემო. 1 წუთი? იქნებ მეტი, იქნებ ნაკლები. ვერტო ჰექტორ. უა. დაკბაყოფილი იქნება, ხო? ოჯახი არის ყველაფერი. და მაგითო გასაგებია. არ ვიცი, მიხსენებია ეს თუ არა, მაგრამ სალაბანკები ძალიან ერთგულები არიან ოჯახის წევრების მიმართ. საინტერესოა, ვიქტორია მათი ბიძაა და არა მამა. და ერთს ქვია ბარკო, როგორც ხვდები აბას მარცხნივ იყო, იმიტომ რომ გადასვლა იქ. თუ ჰექტორი არ იყო, არ ვიცი, ჰექტორი იყო, ხო? ენკი შეიძლება ეს რა რიტუალი აქვს სკორპს შეწირვის ტიპებს. ანუ გას თავიდან არც იმდობოდნენ, საინტერესოა. ბოლოში რაღაცის თვალი ძალიან მტკივა. დასაწყისში მტკიოდა, ეხლა უარესად ამტკივდა. ახლა სახეობების სახელები რომ ვიცი, უფრო უკეთესია. ადრე არც ასე არ ვიყავი. ვინ იყო რომ კითხულობდი ამას. ახლა ცოტა იმას ვი. LJ mit ვოლტმცროსია, ხო? ჩემზე არაფერი გაქვს, ასე რომ ჩემ ადვოკატს დაურეკე სოლ გუდმანს. ჩემ ადვოკატს დაურეკე, კაი? თავს გაგიხევს ახლა. ხომ გითხარი ადვოკატს? პირდაპირ ვიშოვით. მერტო ჰენ. ჩემი მობილურის ნომერი იცი. ჩემი ცოლის სახელი. საიდან გაიგე? ილაპარაკე. მიხო. მერტო ჰენ. ცოტა კოდზე მოდიხარ, ხო? მერტო ჩემოდი. გათიშა ჯესი. ან შეიძლება არ გათიშა პროსტა. ჯესის უნდა რომ თავიდან მოიცილოს და თავსაჩვენებს ვითომ ვითომ ძინავს. просто ვითომ გაითიშა. კაი.
რა დასაწყისი იყო ეს? ლუის მონკა და დენიელ მონკა და შემთხვევით ტყუპები ხო არ არიან? ახლა ბოდი მოგხვდება. უკვე თუ მზად ხარ სალაპარაკოდ, მათ ჩვენების მიღება უნდათ. მომხდარის შენი ვერსია აინტერესებს. თუ გადავდოთ კიდევ. გადავდოთ ეთქვის. არა მგონია, მე მგონია ეთქვის. იქნება ადვოკატთან გსურს გასაუბრება. სოლთან. ესეც ასე. ედრიან. როკიმ დარეკა სიფათი დამიბრუნეთო. კაი რა ცოტა ხო უნდა გაგამხნევო. ამას ხედავ? ეს შენი ციხიდან გამოსვლის ბარათია. გესმის რა არის ციხიდან გამოსვლის ბარათი? თუ გესმის რასაც ვამბობ ერთხელ დაახამხამე. ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის ყველაზე საშინელი კოშმარია ეს სახე. გარეთ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ადგილად. გონიერი სიგრძის დისტანციის დაჭერა მოუწევთ ბატონი პიგვინისაგან პიარის მძღნერიანი შტორმის შეშით, რომელიც თავს დაატყუება. თუ ეს ამბავი გაბაზრდა. სახის გაძრობა მაგრად გამოგადგა. თავისუფალი ხარ, მაგრამ არა? ახლა ველტი ნახავს თუ არა. აჰა. ღმერთო ჩემ. ახლა შენ დაიკავე ყველაზე საყვარლის ადგილი ჩვენს ჯგუფში. პოლ, გაიცანი რინგო. რინგო პოლი. აი მესოდ. ეს ჯესი მე ძალიან წუხარ. ეს არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ მოხდა. კი, მაგრამ შენი დამსახურება. ჯესი, თან ეგრეც არ იყო ახლა. ჰენკს შეეძლო რომ მაგრამ გეგმა მიმუშავა. კი. ახლა უკვე საკნებში ვიქნებოდით. რომ არ გაგვეტყუებინა ის. მაგრამ ეს მე უბრალოდ არ ველოდი ამას. არც მე სიმართლე გითხრათ. არა, კი ველოდი რომ რამეს იზავდა რომ გაწარებული იყო. თქვი კიდე 2 წამის წინ სახეს გააძრობს თქო, მაგრამ მაინც არ მეგონა თუ ეგრე პირდაპირ. რა მოხდება? მივიდოდა და ჩაარტყავდა. ჩაარტყავდა რა გახევდა. მე გეტყვი რაც მოხდება. აბა. შენი ნაძირალა ქვისლის სიცოცხლე დასრულებულია. დამთავრდა. გასაგებია? როგორც კი ეს მორჩება. იმ წამსვე წავკუზავ. ჩემი კაი ყველა ცოლი იშოვის. ჩემი იქნება. ყველა ჰენკს დასდევს ჩემი კაი. სადაც არ უნდა გადაუღო. ყველა ჰენკის მოკლა უნდა კაი ჯეს. ჩემი წილის წასაღება. კაპიკებისთვის ტუალეტებს გახიხავს. ტიხუანაში. ბერთო ჯესი. მე კიდე თავზე დავადგები. ჩემი წილის ასაღება. დილაობით გაღვიძებისას მე დამინახავს და დაძინებისასაც თავის თაგვის სოროში რო დაეკრა. როდესაც მის სახლს გადაო არ მოვეშვები მაგ სირიშვილს. არასდროს. იმ დღემდე სანამ იარაღს პირში არ ჩაიდებს და არ გამოკრავს სასხლეთს. იმისთვის რომ ტვინიდან ამომიღოს. ვისთვის რომ ტვინიდან ამომიღოს. აი ეს მოხდება ახლა. ნუ არა, ვოლს თავისი ოჯახი უყვარს. ბაგის გაკეთების უფლებას და არ მოგცემს. ჩემი აზრით არ ღირს ამის გაკეთება. ნამდვილად. მათ შენი ეშინიათ. ახლა მათ შენთან საქმის დაჭერა არ უნდათ. მაგრამ თუ მე შეუტევ, იძულებულები იქნებიან შენს შეგიდიონ. ანუ ყველა ქვას აქეთ-იქით გადააყირავებენ, სანამ ვინმე შენ და შენს თანამონაწილეებს არ ჩაგიშვებს. ჩვენი ჩათვლით. ხო, მე მგონი სოული მართალს ამბობს ჯესი. გააგრძელე ცხოვრება. უკან მოიტოვე და დაიკიდე ეს ყველაფერი. არაფერი არ შეიცვლება. აქედან გავალ თუ არა. ნუ ფურგუნს დავითრევ და წავალ მოსახარშად.
ნუ მოსახარშე თუ წახვალ, მაშინ ნამდვილად არაფერი შეიცვლება. ბერგი პოვიან წვეთში. და გაგივა ეს საქმე. დაგიჭერენ. მერე რა? ძალიან ახლოს ვოლტი რო არ ციხიდან დაგიჭერდნენ გამოსასვლელი უკვე. ბარათი მაქვს. ალბათ ცოტა გადავაჭარბე შენი სახის გავლენის სიმძლავრე. ეს არ მიგულისხმია. თუ ძაღლობა დამიჭერს. მე მათ იმას მივუგდებ, ვინც ყველაზე ძალიან უნდათ. ჰაიზენბერგს რა? შენ რა? ჯესი. მე დამიჭერენ. და გარიგებას დავდებ. დიდი ჰაიზენბერგის ვიცი. და მისი მილიონობით დოლარიანი ნარკოტიკების წრეზე. გავიყვან. ტიპი იბედა ჩალიჩობს რომ ვოლტმა კიდე დაუბატოს გეუბნებით. შენ ხარ ჩემი ციხიდან ჯერ გამოსული. ჰენს დაებუქრა, ახლა მითებუქრება დაუბ. სოლიც კი გაჩუდა. მოკლედ თუ მაშინ ჩემი სახელი როდესაც ჰენკის სახეს უერთიანებდა, ესე იგი არასდროს იტყვის. რა გონია რომ უბრალოდ ბლებს ემოდიოდა? მას შენი ქვისლი უნდა. და გამოჩნდებიან ადვოკატები, რომლებიც ტრუსებში გაათავებენ ესეთ საქმეზე, ხელის მოსაკიდებლად. მე თვითონაც მოვკიდებდი ამ საქმეს ხელს შუაში რომ არ ვიყო გაჩხერილი. ხარშვას დაიწყებს? შეიძლება კი არა უეჭველი დაიჭერენ. 20 წელს მიუშჩიან. მერე რას იზავს? დამიჯერე ქურდებს ღირსება არ გააჩნიათ. ჩვენ გარდა, რა თქმა უნდა. ჩვენ გარდა. არა. ის გადაიფიქრებს. და თუ არ იქნება ასე? ვარიანტების განხილვა მოგვიწევს ალბათ. ვარიანტების? დაწუნებული ვარ, რომ პიკმენი ჩართული იყო ფენილ 2 ამფეტამინის წარმოება დისტრიბუციაში. უფრო კონკრეტულად, რასაც ჩვენ ვეძახით ლურჯი მეთამფეტამინის. ნაგავს საყრელზე მივაგენი, სადაც თავის ფურგონს ინახავდა, სანამ ველოდებოდი ამ ავტომობილის ჩხრეკის ნებართას, რომელიც მჯერა, რომ მეთამფეტამინის მოძრავი ლაბორატორიაა. კი ბატონო. შემოვიდა ტელეფონის ზარი, რომელშიც მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ცოლი მარი ავტოკატასტროფაში მოყვა. როგორც კი ეს ამბავი გავიგე, მივატოვე ბატონი პიკმენი და მისი ფურგონი, რომ ჩემ ცოლთან წავსულიყავი. საავადმყოფოში მისვლისას გავიგე, რომ ეს არის სრულად სიცრუე იყო. ჩემი ცოლი საბედნიეროდ არ დაშავებულა. მაგრამ დაუყოვნებლივ დავბრუნდი ნაგავს საყრელზე, მაგრამ ფურგონი აღარ დამხდა. ან მაგ პერიოდში გოასწრეს უკვე. და ამ მომენტში გადაწყვიტეთ, რომ ჯესი პიკმენის სახლში მისულიყავით. კი. ეს გადაჩურჩულება არ გონია მოეწონოთ. დღეისათვის მე ვფიქრობ საკმარისია. აგენტ შრეიდერს სახლში წასვლა სჭირდება, რომ დაისვენოს. გასაგებია, მაგრამ უბრალოდ დასაზუსტებლად თქვენ იყენებდით მეხუთე შესწორებას. დიახ, ასეა. კარგი. გვინდა რომ სიტუაციაში გაგარკვიოთ. ბატონმა პიკმენმა აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი შემოიტანა. მომხდარს დეტალურად აღწერს. ნარკომანის მონაბოდი. ვიცით მისი წარსულის შესახებ, მაგრამ მისი სისხლის ანალიზი სხვა პასუხს აჩვენებს. ის აღარ მოიხმარს ნარკოტიკებს. ის ექიმის გამოწერილ ტკივილ გამაყუჩებლებზეც უარს ამბობს. როგორც გავიგეთ. ო. ამით საით მივდივართ ახლა ჩვენ. ამით ვერ ვამტკიცებთ იმას, რომ არ ხარშავს მეთამფეტამინს. სავარაუდოდ ხვალდილით. ჯენისი გეტყვით ზუსტ დროს. თქვენს გააგრძელებთ თქვენს გამოძიებას, ასე რომ მადლობას გიხდით დათმობილი დროისათვის. დიდი მადლობა. კარგი, უბრალოდ ჩვენ კიდევ ერთი რაღაც გვჭირდება. აგენტი შრეიდერის ხელების ამსახველი ფოტოსურათი. პროტოკოლისთვის. დიახ, რა თქმა უნდა. ბინტი მოიხსენით თუ შეიძლება. უიშ. მაგიდაზე ჯობს დააწყო. ისიც უდანაც არა როგორც მაგიდაზე. უი არა, არის.
ყველა ასე უყურებს ახლა ჰენკს. ო, მე ნუ, კაი. კიდე კაი არის ჩხუბა არ არის. ვაუ, და ახლა ისე ჩვეულებრივად, ნუ რა თქმა უნდა. ყველაფერი კარგად იქნება. მათ მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი იყავი ამდენი წლის განმავლობაში. იმედია იმის თქმა არ მჭირდება, რომ ამაზე არავისთან არ ვისაუბროთ. ხო? კი. კარგი. მარი. ვინ იცის? სკაილერმა. ნუ სკაილერის პრობლემა არ უნდა გქონდეს ჰენკს. გამარჯობა. გცალია ერთი წუთით. რა თქმა უნდა. საინტერესოა სკაილერი თვითონ მივიდა ვოლტთან. როგორც ვხედავ, კრიმინალობა მომგებიანია. არა მგონია მხოლოდ შეურაცხყოფის მოსაყენებლად მოსულიყავი აქ. არა. ჩვენ სალაპარაკო გვაქვს. ჰენკის შესახებ გაიგე? რაც მოუვიდა ჯესი პიკმენთან. გაიგო, მაგრამ კი, ვიცი. არც დამალა. ჰენკი რომ იძიებდა რაღაცას. ფურგონის პოვნა რომ უნდოდა. არის რამე საფრთხე რომ შენ მოგაგნოს? არა. რატომ უნდა იყოს? იცის, მიხვდა რომ მეწყვილები არიან. ჰენკზე სალაპარაკოდ მოვედი. აჰა. ხომ იცი რაც მოვა თუ პიგმენი საჩივარს შეიტანს? ჰენკმა შეიძლება ყველაფერი დაკარგოს. ფიქრობდი იქნებ რამე გზა იცი რომ დაეხმარო. როგორ? პიგმენს დაეკონტაქტე. დაიხოლია რომ არ შეიტანოს საჩივარი. არ ვიცი რანაირად გამოვა ჩემი და ამ ადამიანის ურთიერთობა. მე არ გეკითხები. ის იყო, ის არ არის ჩემი მეგობარი. ახლოსაც არ ვარ. ნამ კარგი, მაგას ვერ ვიქნა რომ მეწყვილები არიან. მაგრამ რამის თქმა იქნებ შეძლო. ცდაც არ ღირს? იმის შემდეგ რაც პიგმენმა თქვა, ნამდვილად არ ღირს. უკვე აღარ. უ მე ვთქვი უკვე აღარ თქო. ნუ ეგ ფაქტია. მაგვიანდება. უნდა წავიდე. უკვე აღარ. ნუ სკაილერ იდეა შენი იყო. ამ შემთხვევაში თულად ვოლტს ვერ დავადანაშაულებ მიუხედავად იმისა, რომ ვოლტის ბრალი არის, მაგრამ ის რომ უკვე აღარ, უკვე სკაილერის ბრალია. გამარჯობა. უკვე ნერვიულობდი. ეს ახალი მეწყვილე, გეილი, ხო? ავტომობილს ჰქონდა პრობლემა. ძალიან ცუდი. სხვა დროს დამირეკე, გამოგივლი. კაი ტიპია. დღეს სანდლებს არ იცვა? ვიფიქრე
ასე უფრო პროფესიონალური იქნება. მოკლედ, ყველაფერი მზადაა. გამოხდის პროდუქტი გვაქვს. უბრალოდ ველოდებით, რომ ლანგრები მოვამზადოთ. გავასუფთავოთ, გავაშოთ. უკვე გავაკეთე. ფილტრები გამხსნელით გაწმინდე? ვიცოდი, რომ ამას ვკითხავდი. გავწმინდე. კარგია. არა, ვოც აშკარად მოსწონს თავის ახალბედს ვიდე. ამისთვის ვითარდებით. იცი, ეს შეიძლება კარგი მეგობრობის დასაწყისი იყოს. კი? შეიძლება. რაც ვოლტიმცად გაყოფილიც არ ჩანს. ნუ, ვოლტიმცად გაყოფილი არის დროს ჩანს ხოლმე, მაგრამ მაინც. ესეც მარკო და მეორე, ვის სახელიც ჯერ არ ვიცით. ესე იგი თქვენ ხართ, ბატონებო. კარგ დროს დამირეკეთ, ბიჭებო, ბევრი ტვირთი მაქვს ასაღები მემფისში. შემიძლია მე-15 გადავიდე, მაგრამ ერთი გოგოა, ლოლი, თუ ფრენი, ფეტიში აქვს. მოსწონს რომ აფსავენ. დღეს გამიგონებდი მის ნახვას, მაგრამ 10 საათამდე უნდა დაძინება. ასე რომ მინდა რაც შეიძლება მალე მოვრჩე აქ, იმიტომ რომ მე საცობში არ მოყვე. საქმე იმაშია, რომ ქალები, რომლებსაც ევასებათ რომ აფსავენ, თბილი კლიმატის მქონე ტერიტორიებიდან არიან ძირითადად. არა და წესით ცივ კლიმატში მცხოვრებ ქალებს უფრო უნდა უსწორდებოდეთ. შეიძლება შოკში ვარდებიან თუ აკლიმატიზაცია არ გაიარეს, მაგრამ ხო ხდებით? ამათ რატო ვეუბნებიან ყველაფერს? მეცნიერება გასაოცარი რამაა. ნუ შეგიძლიათ გადახედოთ. ფასზე შეგვიძლია დავილაპარაკოთ. თუ ბევრს ერთად იყიდით, ფასდაკლებას მიიღებთ. მოგკლავთ და ყველას ერთად წავიდეთ. პატარებზე სპეციალური ფასდაკლება მაქვს. ჭრილიანი ტყვიები, ცნობილები, როგორც შავი სიკვდილი. შეხედეთ, მოგწონთ? იცეთი ტკბილია, გინდათ ალოკოთ? ის ყალიბი, ლუბალოქსის საფარით. ამ ნაბიჯვარს 6 მჭრელი ბრჭყალი აქვს, რომლებიც მოხვედრისას დედა თქვენის თავს კომბოსტოსავით გახლიჩავს. დაიტოვებთ, ჩუქნით. დიდი ხანია ვლაყმობ უკვე. მითხარით, რას ეცეთ, რა გჭირდებათ? ჟილეტი. ჟილეტები? ბევრი გვაქვს. მოდური, კომფორტული. თერმულად შეზავებული კევლარისგან დამზადებული. აჩერებს ტყვიას, როგორც ქალიშვილი ნახევრად ამდგარ სილს არ შეუშვებს. შატეა თუ არა? საერთოდ დაგავიწყდებათ რომ გაცვიათ. მუშაობს? დედა სიტყნავს. სახლიდან ამის გარეშე არ გამოვდივარ. აჰა, ნუ ვერ მოგკლავთ. დაივიწყეთ. შიქო არა გაკ. ნეკნი მომტეხე შებოზიშვილო მანიაკო შე. უი. ნუ. საკმაოდ კარგია, კი. მაგრამ ნეკნის მოტეხვა არც ჩვენ გვინდა. არაფერს. ოპა. დავიწყოთ ხარშვა. გეილ. რა ტემპერატურაზე დააყენე ეს? ეგ? მე-5 სადგური 75 ცელსიუსი. 85 გითხარი. 8-5. არა, ჩავიწერე. 75 თქვი. 75, წენა 75 ხო და არასწორად ჩაგიწერია. მე ეს არ მეთქვამს. მე 85 თქვი. ყოველთვის 85 იყო. არც 75, არც 95. 85. ეს ქიმიაა. ყველა გრადუსს აქვს თავისი მნიშვნელობა. მაპატიე. ძალიან წუხა. მაგარია. წუხს. ვო. 200 ლიტრამდე გამოუსადეგარი ნაგავი მოგიხარშავს. უკვე მოუხარშავს. გადააქციე.
უბრალოდ გადააქცია მთლიანად ეს სერია ჩავარდა. გახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ. ასეთი გადასვლა მე მგონი პირველად გვაქვს მთელი ქალაქის ფონზე. კი ხდება. ამინდის პროგნოზის გამომცხადებელს ვქავარ. არა. მე კი დავლებდი ყავას. პორტოხალი დავწურო, გინდა წვენი? მაგრამ მინდა ყავა, კოკა-კოლა. არა იყოს. რას ეთქვენ მათ? უთხარი რომ მან შეგიდია პირველად. მაგას არ დაიჭირებენ. მან შემიდია, მითომ რაღაც მოგიქნია. მომიქნია, რკინის მილით დაგესხა თავს. რკინის მილით. ყველაფერი სწრაფად მოხდა. დაპატიმრებისას წინააღმდეგობა გაგიწია. მერის დახმარება უნდა. მოგიწია განგეიერაღებინა. რეფლექსურად. ხშირად ხდება ესე, ხო? წლობით ვარჯიშის შემდეგ შენმა სხეულმა ტვინსზე სწრაფად იმოქმედა. ცემის გარდა სხვა გზა არ გქონდა. თავი უნდა დაგეცვა. მარი. ეგრე არ ხდება. იქ ტყუილის სათქმელად არ მივდივარ. ვიღაც მათხოვარი დეგენერატი გიჩივის. შენი საქმის პირნათლად შესრულებისთვის. შენ რატომ გიწევს პასუხისგება? სწორი საქციელისთვის. არა პატარავ. ეს არ იყო სწორი საქციელი. სხვანაირი სამსახურია. ამ დონემდე არ უნდა დავცემულიყავ. მაგრამ ნაწილობრივ სიმართლეა. ეგეც მართალია, მაგრამ მაინც ანუ არა. ერთი შეცდომა არ ყოფილა. მე ხომ გადავიწვი. ხო იცი? აღარ ბძინავს საერთოდ. კი. შეშტები და გული ისე მიჭერს. რომ ვეღარ ვსუნთქავ. უბრალოდ პანიკაში ვარდები. სალამანკას ამბის მერე. ტუკო სალამანკას გულისხმობს. სხვებზე მეტად იმსახურებდა ტყვიას შუბლში. ალბათ. ჩვენ პერსონაჟი თავარ გმირებს მეტად კი იმსახურებდა. და ვერ ვაკონტროლებ თავს. მერი მიცის. ცდილობდი წინააღმდეგობა გამეწია. მაგრამ მერე ელპასო და ყველაფერი გაუარესდა. პიკმენს რაც ვუქენი არ უნდა მექნა. მომენტში ჰენკს ქონდა ბიზნესი, ანუ საიდანაც ტელეფონის ნომერი იცოდა, მერის სახელი იცოდა, ანუ შეეშინდა თვითონაც ეგ რო გაანალიზა. მარი ვფიქრობს ამ ყაროს. რაღაცის თქმა უნდა ჩემთვის და როგორც იქნა მზად ვარ მოусმინო. მოусმინე და ეთქვის რომ შენი ქვისლი აიზენბერგია. მე მგონი ჰენკ მარტო ჯესიზე რო არ იყოს ეგრე ამ ბოლო დროს ჩაციკლული, უფრო მეტ დეტალს მიაქცევდა ყურადღებას. პოლიციის კარიერა დასრულდა. ვაუ. ვიცი არ არის ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ აუცილებლია. ვწუხარ გეილის სიტუაცია ის მას უბრალოდ არ გამოსდის. რა? კი,
ახლავე. შეიძლება არამათემატიკურად მოგეჩვენოთ. მაგრამ ჩვენი საუკეთესო ვარიანტი ჯესი პიკმენია. და გეილი უბრალოდ უნდა არ ვიცი. გესმით? გათიშის. არა მისმინეთ. ჩვენ ერთმანეთს თვალდახუჭულები ვენდობით. ერთად მუშაობის გამოცდილება გვაქვს. ისე დონეზე ვართ, რომ სიმართლე გითხრათ, გეილთან ერთად ვერასდროს ვერ მივახცევთ. გეილი მეწოდება. მისმინეთ ბატონო ფრინგ. როდესაც თქვენს შემოთავაზებას დავთანხმდი, მითხრეს, რომ ლაბორატორია ჩემია. მე უკეთ ვიცი, როგორ უნდა ვიმუშაო. ეს სიმართლეა. მადლობა. მადლობა. დიახ, გასაგებია. კარგი. ნახვამდის. მისმინე რაღაც სიახლე მაქვს. ვფიქრობ, კარგი შესაძლებლობაა. ვაკანტური ადგილი გამოჩნდა. ლაბორატორიაში მჭირდება ასისტენტი. მე ჩემი გასაკეთებელი უკვე გავაკეთე. წადი მაიმუნი იშოვე მოსახმარებლად. ვაუ. ნუ მაიმუნი არ მჭირდება. ვირსი ხარ ვალთ. შენ მჭირდები. დიდი მადლობა. არ ვარ დაინტერესებული. როცა იყო მაშინ ჩემი საკუთარი თემა მაქვს დაძრული. არგიც დაიყო შენი სირთავა ქვისლის გადასარჩენა. ამისთვის არ მოსულ ვარ ჯესი. არ დამიმთავრებია. შენ უბრალოდ ასისტენტი არ იქნები. პარტნიორები ვიქნებით. როგორც აქამდე ყველაფერს ნახევარ-ნახევარზე გავყოფთ. თითოს მილიონ ნახევარი. მილიონი ნახევარი. არა. მე მგონი ვერ გაიგე. შვენივრად გავიგე, არა თქო. მე ვთქვი არა. მოიცადე, გავიაზრო. კი. 1.5 მილიონზე უარს ამბობ, ფულზე არ ვამბობ უარს, შენზე ვამბობ, გაიგე? კი. შენთან არანაირი საქმე არ მაქვს. რაც გაგიცანი, იმის მერე, რაც ჩემთვის ძვირფასი იყო. აღარ არსებობს. იმის მერე დაინგრა. დედაეტირა, მოკვდა იმის მერე, რაც დიდ ჰეიზენბერგთან დავიჭირე საქმე. და ჯერ არც იცის რომ ჯეინი ამის გამო მოკვდა. არაფერი აღარ გამაჩნია. და არავინ. გესმის? ყველაფერი დავკარგე. გაიგე? არა. არა. რატომ? რანაირად უნდა გაიგო? სულ არ გკიდია, შენსა სანამ იღებ. კი. ამ სუსირზე კიდია. ამ წუთას მართალია. თქვი რომ არაფრად ვარგი ვარ. არარაობა ვარ. რატომ? რაში უნდა დაგჭირდე მე? კი. ვინ ვარ მე? ადრე იქ თქვი და ახლა დახმარებას თქო. შენ თქვი რომ ჩემი მეთამფეტამინი არის დაბალი ხარისხის. ხო? ხო? შენ თქვი რომ ჩემი ნახარში ნაგავია. გეილზე უკეთესად ვერ მოხარშავს ჯესი და ეგ ფაქტია. ვოლც ახლა ჰენკის გადარჩენა უნდა. შენი მეთი კარგია ჯესი. ისეთივეა როგორიც ჩემი. მაგრამ მაინც შენ და გეილი უკეთესი პარტნიორები იქნებით, როგორც ასეთი უბრალოდ ახლა სპეციალურად აკეთებდა ამას, რომ
გეილის ნაცვლად ჯესი მოიყვანა, რომ ჰენკი გადაერჩინა. საწყალი გეილია თუ. მე მგონი არ ვისახულებს მაგას. რავი, კაი ტიპი ჩანს კი კრიმინალია ისევე როგორც ვოლტი და ჯესი, მაგრამ მაინც ახლა კრიმინალები არ არიან თავარი გმირები სკაილერის გარდა და ჰენკის რა თქმა უნდა. ხო 50-50-ზე? ხო 50-50. ჯესი ასებელი კარგი. ასებელი გადაიფიქრე? პარტნიორები ვართ. ახლა ვოლტს ეკდება კითხვა. არა, კაი. აღარ დაძება სიტუაცია. კი, ალბათ ეგრე გრძნობს ახლა ჯესი თავს. და ამ ჩვენების მიცემას აპირებთ? დიახ ბატონო. ჰენკ ამის გაკეთება არა აუცილებელი. არა მე აუცილებელია. როგორც გავიგეთ ხელს აწერთ ცვლილებების შეტანის გარეშე. როგორც მოხდა ისე დავწერე. პასუხისმგებლობის არ მეშინია. ამ ფაქტების გათვალისწინებით სტატუსი გიჩერდება ხელფასთან ერთად. უნდა გთხოვო რომ ემბლემა და იარაღი გადმოგცე. დიახ ბატონო. შრეიდერ დამელოდე. დიახ სერ. იმის თქმა მინდოდა რომ ტყუილი იმედები არ მინდა მოგცე, მაგრამ ხმები დადის პიკმენით შივილს არ დაიწყებს. ოღონდ ეს არ მინდა რომ ჩემგან გიცოდე. რატომ არჩივის? არავინ იცის. იქნებ ფარველი ანგელოზი ყავს. შენი ქვისლი. საინტერესოა. იქნება ამით მივიდეს ცოტა ახლოს ვოლტისკენ. ნორმალურად ჩაიარა. ნორმალურად ნიშნავს რომ ნორმალურად. ხო. რომ მოვალ მერე მოგიყვები. კარგი? ხო. უბრალოდ არ ვიცი. არ ვიცი პატარა, უბრალოდ ფიქრობ რომ კარგად ვიქნებით. ხო, კარგი. მეც მიყვარხარ. არ ვიცი. შრეიდერი, კარგად მომისმინე. ორი კაცი მოდის შენ მოსაკლავად. რა? ვერ გავიგე? შენ ავტომობილს უახლოვდებიან 1 წუთი გაქვს. ორი კაცი. გეყოფა გადაობა რომელი ხარ?
ვინ არის ისინი მათი? გიახლოვდებიან. ალო, რა? ვინ გააგებინა? თან უკვე აქ არიან. ორი კაცი მოდის შენს მოსაკლავად. ვინ იყო? მომისმინე. კომი არ ვიცი რას ნიშნავდა ეს ზარი, მაგრამ მაგარი ბანძობაა შენი სტანდარტებისათვის. გადმომირეკე რო ნახავ ამას. არა. ორიგინალში შეიძლება ხმები რო უკეთესად ვიცოდე, გავიგებდი, მაგრამ შანს ჯესი არ იქნებოდა ახლა შანსი არა. არც ვოლტი, საიდან ვიცოდინებოდეთ. არც გასი. იმიტომ რომ რატო უნდა მეთქვა აგენტისთვის. მაგრამ რატო არა? ერთი წუთიც გავიდა. შემიგარი. აჰა. იცნობს სალამანკები რო არიან. თუ ხო იცნო. Hank. Uah. Okre. Uah. მაგრამ Hanks მოარტყეს. ჯანდაბა. შენი მეორეჯი. ჩაცხრილე. ნუ არა ახლა. აქ აშკარად ვთქვათ ჯანმრთელად ვერ იქნები. მოკალი. არ მოკვდება, მაგრამ მე მგონი ფეხების გარეშე დარჩება. ღმერთო. ჯანდაბა. რა? თა ვიღაც ტიპი მოკლა. აუ ჟილეტი ჯანდაბა. რა შანსი არა. არა. ასე ძალიან მარტივია. შედებილო. მეგორი თავს იკლავ ახლა. ტყვია დაუვარდა და მაგიტო. გადაობთ. ოპა. მიდი ჰენკ დროულად. შენი. მიდი ჰენკ. მიდი შრეიდერ. მიდი. არა შენი. არა. მითხარით რომ მოასწრო. ჩემი კაი. გახმოვანებულია აჭარა net.com-ის მიერ.
Agenda baverba pauze. Wow! Set. Რაღაც დღეს მიხდება რა პრობლემა. აუ, ჩემი რამის უნდა მივეყუდო. არ ვიცი. ბატონებო და ქალბატონებო. ეს იყო მძიმე დანაშაული. მესამე სეზონის მეშვიდე სერია. 1 minute და მაგიტო ქვია 1 minute. აუ, ჩემი ერთი წუთი. ეს წუთი იქნებიანო. ჩემი რა იყო ეს. ნახდად არ მეგონა თუ ტყუპებს ასე მალე მოვიცინებდით. ტყუპებს რა ერთი მოკვდა მარტო, მეორე საკმაოდ ისეთი სიტუაცია აქვს მძიმე, მაგრამ თითქოს და არ გიჩვენდა თითქოს და გვდებოდა, მაგრამ რა ვიცი, მეეჭვება ცოტა. შეიძლება ერთი ცოცხალი არჩეს თუ მოკვდა ეგეც და ჰენკმა როგორც წინა სერიაში თქვის, სამი სალამანკა მიასიკვდილა. აპლოდისმენტები ტიპს, აუ, ჩემი რა ვქნა. და როგორც მივხვდი 4 ტყვია დაახალეს ტიპს. ჰენკი თვითონ გადარჩება, რადგან ასე მოხდა, ჰენკი გადარჩება. ეგრე ადრეც არ ამგონია რომ ჰენკი მოეკლათ. კარგად კი ვინერვიულად წერან, მაგრამ რა იყო ტყვია და რომ დაახალა ტიპს შუბში. არ ვიცი. მე მგონი ეს იყო საუკეთესო სერია მესამე სეზონის. ჰენკი ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია. ძირითადად ეს სერია ჰენკზე იყო, ვოლტზე და ჯესიზეც იყო, რა თქმა უნდა, პრინციპში სერიების უმეტესობა ეგრეა. მაგრამ ჩემი განმოსახედიდან ამ სერიაში მთავარი გმირი იყო ჰენკ შრეიდერი. სერია დაიწყო ჰენკით, ჰენკის პრობლემებს ეხებოდა, დამთავრდა ჰენკით. ერთი საკითხავე ის არის, ვინ ურეკავდა ჰენკს, ანუ შეიძლება ორიგინალში, ანუ ინგლისურად რომ ეყურებინა გამეგო, მაგრამ რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში ჰენკს ზარი შემოვიდა, ორი ტიპი მოდის შენს მოსაკლავადო და გასნი ამის გამკეთებელი არ იყო. სოლი შეიძლება, მაგრამ სოლს რა, პრინციპში სოლს აქვს მიზეზი, მაგრამ მომენტში სოლს საიდან უნდა ცოდნოდა ეგ, რომ ის ორი ტიპი მიდის, როდესაც მარტო გასმა იცოდა. არც იმ ტიპს ეცოდინება, რა ქვია, ასისტენტს, მაიკი, ეგრე ქვია მგონი. ხო, მაიკი. არც მაიკს ეცოდინებოდა. სავარაუდოდ ვინმე ახალი პერსონაჟი, ვინცაც ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ. ზოგადად ცოტაც ტყუპებზეც ვისაუბრებ, ზოგადად როგორც მე გავიგე სალამანკებს, თელ ოჯახს ერთმანეთი, ოჯახის წევრებს ერთმანეთი უყვართ და ძალიან ერთგული არიან ერთმანეთის მიმართ. ასე რომ, ხო. კარგი იყო მოგონებები რო გვაჩვენეს დასაწყისში. მართლა მაგარი იყო. და ისე მომენტში კი შეიძლებოდა მივხვდარიყავი მოგონებებს, როდესაც აჩვენებენ პერსონაჟისას, ჩათვალეთ იმავე სერიაში პერსონაჟი მისიკვდილდება, მოკვდება. მაგრამ რა ვიცი, არ მეგონა თუ ტყუპებს ასე ადრე მოვიშორდი. მე მგონი ნელ-ნელა უნდა მივეჩვიო ამ სერიალში, რომ მალე გყავთ პერსონაჟებს. სერიოზულად, ემილიო, კრეიზი ეითი, ტუკო, ახლა ეს ტყუპები, ჯეინიც თუნდაც, რადგან თქვა დიდხანსაც არ ყოფილა, მეხუთე სერიაში გამოჩნდა მეორე სეზონის და მე-12-ში უკვე მოკვდა. მაგრამ ხო, ძალიან მაგარი სერია იყო.
არ ვარ დარწმუნებული მომეწონა თუ არა უფრო ვიდრე 4 Days Out მეორე სეზონის მე-9 სერია, მაგრამ შეიძლება, არ ვიცი, მე მგონი არა 4 Days Out მაინც უკეთესი სერია იყო მე თუ გითხავთ. მაგრამ მაინც ძალიან ძერსკი იყო ეგ სერია. და ახლა ჰენკს რა დაემართება და სავარაუდოდ საავადმყოფოში წაიყვანენ და აი მე რა მოხდება ძალიან მაინტერესებს. მაინტერესებს ვისი ზარი იყო ეს და მაინტერესებს რას მოიმოქმედებს ჰენკი. კაი, დაგემშვიდობებით. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარისხი ლайკი. მადლობა ყველას. გნახავთ შემდეგ ვიდეოში. კარგად ბრძანდებით.